დავიწყებთ რა თქმა უნდა გაგრადან, სადაც უმეტესად მზიანი დღეა, ნავარაუდები და 15 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა, ასევე მზიანი დღე გელოდებათ სოხუმში და 16 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა, ზუგდიდშიც მზეა და 18 გრადუსამდე აღწევს ჰაერის ტემპერატურა, მესტიაში 6 გრადუსია, ფოთშიც ასევე მზიანია დღე და 16 გრადუსი გელოდებათ, ბათუმშიც კარგი ამინდია, მზიანი დღეა, 16 გრადუსია აქაც, ოზურგეთში კიდევ უფრო მეტი 18 გრადუსიანი მზე ჩახჩახებს, ქუთაისში კიდევ უფრო მეტი 19 გრადუსია, ამბროლაურში მზიანი დღე, თუმცა 14 გრადუსია, მაგრამ მზიანია. ახალციხეშიც ასევე კარგი და მზიანი დღე გელოდებათ 13 გრადუსთან ერთად, ბორჯომში 11 გრადუსია ნავარაუდები, ბაკურიანში 8 გრადუსია, თუმცა მზე მაინც ანათებს. გორში უკვე 17 გრადუსამდე აღწევს ჰაერის ტემპერატურა, ცხინვალში 14 გრადუსია, აქაც მზიანი დღეა, სტეფანწმინდაშიც უმეტესად მზიანი დღეა და 4 გრადუსია ნავარაუდები, გუდაურში 1 გრადუსია, თუმცა აქაც მზეა. თელავშიც მზიანი დღეა უმეტესად და 16 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა, სრულად მზე ჩახჩახებს რუსთავში 19 გრადუსთან ერთად და ჩვენს დედაქალაქშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი დაფიქსირდება დღეს. აი ჩვენ საყვარელი კადრი, მე მგონი ახლა კიდევ უფრო უნდა გაკაშკაშ. არა, მე მგონია რომ აი რაღაც დიაფრაგმა გასწორდა თუ რა ქვია. აი გასწორდება თუ არა დავინახავთ რომ აი უკვე განათდა. ირიცრიცა ჩვენმა დედაქალაქმა დილიდან. რეკორა